გერმანელმა დიპლომატმა მომხდარის დეტალები პირველებთან ინტერვიუში გაიხსენა და პეტერ ფიშერმა თქვა ის, რომ მასზე განხორციელდა აგრესიული თავდასხმა უცნობი მამაკაცის მხრიდან. ის დეტალებს იხსენებს და ამბობს, რომ მეუღლესთან ერთად ბათუმში გადაადგილდებოდა, როდესაც აგრესიული მამაკაცი მასთან ყვირილით და ლანძღვაგინებით მივიდა და მასზე, ასე ვთქვათ, სიტყვიერი ანგარიშწორება გაანახორციელა. პეტერ ფიშერი ამბობს იმასაც, რომ აგრესიული მამაკაცისგან მას იცავდნენ ადგილობრივები, რომლებსაც მას მოსთხოვეს, ასე ვთქვათ, ტერიტორიის დატოვება და ამის შემდეგ უკვე ინციდენტი გაანეიტრალდა. საინტერესოა ის, რომ თავდამსხმელია ვალერი ქორჩიაშვილი, მამაკაცი, რომელიც ქართული ოცნების მხარდამჭერია და მან აღნიშნული ინციდენტის შესახებ თავად გამოაქვეყნა ვიდეო TikTok-ზე, სადაც თქვა, რომ ის მივიდა გერმანიის ელჩთან და მასზე გაანახორციელა სიტყვიერი შეურაცხყოფა. გერმანელი დიპლომატი ამბობს, რომ მსგავსი ტიპის თავდასხმები უკვე საკმაოდ გახშირდა დიპლომატების მიმართ და კონკრეტულად გერმანიის ელჩის მიმართ, რადგან ქართული ოცნება ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს სიტყვიერ შეურაცხყოფას ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორის მისამართით და ეს ბუნებრივია აზიანებს საქართველოს-გერმანიას შორის არსებულ ურთიერთობებს, თუმცა პეტერ ფიშერი ამბობს, რომ გერმანია, ისევე როგორც გერმანელი დიპლომატი არიან ქართული ხალხის მხარდამჭერები, საქართველოს გულმხურვალი მეგობრები, შესაბამისად მსგავსი ტიპის ფაქტები ვერ მოახდეს ვერანაირ რეაგირება საქართველოს-გერმანიის ურთიერთობებზე და გერმანია დარჩება საქართველოს და ქართული ხალხის გულმხურვალი მხარდამჭერი. In Batumi we were walking by the fish market. ბათუმში ჩვენ თევზის ბაზრის სიახლოვეს გადავადგილდებოდით. ჩემს მეუღლესთან ერთად სხვათა შორის. მოულოდნელად ვიღაც ბიჭი გამოჩნდა და ყვირილი დამიწყო. ჩვენ ქართველებთან ერთად ვიყავით. მათ უთხრეს, რომ გაჩუმებულიყო და წასულიყო. ქართველების გვერდით დგომამ ძალიან გამახარა. მას არავინ შეუერთა და 6-7 ადამიანმა უთხრა, რომ ადგილი დაეტოვებინა და ისიც წავიდა. მე მადლიერი ვარ სოლიდარობის მესიჯებისთვის. ასეთ ინციდენტები ვერ მოახდენს გავლენას საქართველოსა და გერმანიის ურთიერთობაზე. უნდა ითქვას, რომ ჩვენი მეგობრობა ახლა პრობლემურია, მაგრამ ჩვენი მეგობრობის შემოთავაზება ძალაშია. მინდა ვთქვა, რომ პარტნიორობას ორი მხარე სჭირდება. ჩვენ პოზიცია არ შეგვიცვლია. ჩვენ გვთავაზობთ ევროკავშირის წევრობას. 20 წელია კარგი პარტნიორობა გვაკავშირებს და ჩვენ ამის გაგრძელება გვინდა. Membership, we have a 30-year good partnership. We would like to continue. გერმანელი დიპლომატი საქართველოსა და გერმანიას შორის გაუარესებულ ურთიერთობაზე, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობას აკისრებს ივანიშვილის რეჟიმს, რომელმაც შეაჩერა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი და რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველო ევროატლანტიკური მისწრაფებების გზიდან გადაეყვანა. შესაბამისად, ახლა გერმანია, ისევე როგორც ევროკავშირი ელოდება ქართული ოცნებისგან კონკრეტულ ნაბიჯებს, რომ დაუბრუნდნენ ევროატლანტიკურ გზაზე და თავის მხრივ უარესებული ურთიერთობები საქართველოს გერმანიასა და საქართველოს ევროკავშირის შორის ბუნებრივია განახლდება მას შემდეგ, რაც ისინი საქართველოს თვითგამოცხადებული ხელისუფლებისგან დაინახავენ მზაობას, რომ საქართველოს მთავრობა ისევ აპირებს ევროკავშირის წევრობას და აპირებს, რომ ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს დემოკრატიულ გზას, რასაც უკვე ჩვენ ბოლო პერიოდის განმავლობაში აქტიურად გვესმის ევროპელი დიპლომატებისგან და ევროპელი პარტნიორებისგან, რომ ამ კურსიდან საქართველოს ხელისუფლებამ გადაუხვია და დღეს საქართველოს ხელისუფლება პრაქტიკულად აღარ წარმოადგენს როგორც დემოკრატიული მთავრობა ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის.